მოგესალმებით მეგობრებო, მე ხლა გამოვვლენ ჩემს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვინ გახდება ჩემპიონი? პირველზე გავა კორეა, მეორეზე ჩეხეთი, მესამეზე მექსიკა და მეოთხეზე სამხრეთ აფრიკა. პირველზე აქ გავა კანადა, ჩემი აზრით, მეორეზე შვეიცარია, ბოსნია და ყატარი ჯგუფში ჩერდება. აქ მაროკო ჩემი აზრით ბრაზილიას აჯობებს, ბრაზილია მეორეზე, შოტლანდია მესამეზე და ჰაიტი მეოთხეზე. თურქეთი, ავსტრალია, პარაგვაი და ამერიკა ჯგუფში ჩერდება 100%. აქ მოდი ვიტყვი კოტ-დივუარს პირველზე. გერმანია არა, მაგრამ ეკვადორი მეორეზე. გერმანია მესამეზე. აქ მგონია რომ პირველზე ნიდერლანდები გავა. თუ კარგი ნაკრები ყავს აშკარად. მეორეზე მგონია იაპონია, მესამეზე შვედეთი და მეოთხეზე თუნისი. აქ ბელგია, ეგვიპტე, ზელანდია და ირანი. ესპანეთი, მაინც კაი ნაკრებია ესპანეთი და ესპანეთის პირველზე გაუშვება ურუგვაი. მაპატიოს კაბო-ვერდი, მაგრამ კაბო-ვერდი მგონია ახალი ნაკრებია, ვერ გავანა. აქ ჩემი აზრით გავა ნორვეგია პირველზე, სენეგალი მეორეზე, საფრანგეთი მაინც გაძვრება მესამე ადგილით და ირაყი მეოთხეზე. აქ ალჟირი მგონია რაღაც პირველზე, არგენტინა ვერ გამოაჩენია ჯგუფში კარგად. მე არგენტინა რა თქმა უნდა, მე ავსტრია და ნუ-მოლისი იორდანი. პორტუგალია რა თქმა უნდა, მგონია კოლუმბია. მეორე ადგილზე კოტ-დივუარი. ეგ არა. აქ ხორვატია მგონია პირველი. ხორვატია მგონია და ინგლისი გავა მესამე ადგილზე. განა. ინგლისი გავა მესამეზე, ძალიან ძვირი ნაკრები ყავს. ამოვაჩიოთ საუკეთესო მესამე ადგილი. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია უეპარაკოთ. მგონია რომ შოტლანდიაც მოდით ვთქვათ თუ იმსჯელებთ შვედეთი 5 8 ვიჩვენოთ ჯამში. პარაგვაი მგონია, მექსიკა მგონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა მგონია. ეგ არა. დავიწყოთ კოტ-დივუარი, პარაგვაი, რა თქმა უნდა კოტ-დივუარი. ნორვეგია, შვედეთი, ნორვეგია სკანდინავიური დუელი. ჩეხეთი, შვეიცარია ძალიან კარგი წველია, მაგრამ მგონია რომ ჩეხეთი გავა. ნიდერლანდები, ბრაზილია, ნიდერლანდები, ბრაზილიას ძველი ნაკრები ყავს. ხო, ნიდერლანდები იყოს განა. ჩემი აზრით რა სუპერ წვილი. ნუ ესე არ მინდოდა დალაგებული იყო, მაგრამ მოდით გავუშვათ ესპანეთი და მაინც რა. თურქეთი, ბოსნია, თურქეთი, მაინც. ბელგია. არა, მაროკო. ეკვადორი მგონია. კორეა, შოტლანდია, მოდით შოტლანდია იყოს. არა, კორეა გავა კორეა. საფრანგეთი, ურუგვაი, ავსტრალია, კანადა, გერმანიის გააგდეს კანადა, პორტუგალია, ინგლისი, პორტუგალია სიტყვით. კოტ-დივუარი, ნორვეგია რა თქმა უნდა. ჩეხეთი, ნიდერლანდები, განა, ესპანეთი რა თქმა უნდა, ბელგია, თურქეთი, მაროკო, ეკვადორი, მოდი ეკვადორს ვიტყვი, საფრანგეთი, კორეა, საფრანგეთი, ურუგვაი, ავსტრალია, ურუგვაი და კანადა, პორტუგალია. ნორვეგია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, თურქეთი, ესპანეთი, ეკვადორი, საფრანგეთი და ურუგვაი, პორტუგალია. ნახევარფინალები, ესპანეთი, პორტუგალია.
და FIFA World Cup-ის გამარჯვებულია პორტუგალია. ჩემი აზრით მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს პორტუგალია. всё. მოიგო პორტუგალია. ძალიან კარგი. აუცილებლად შევახედებ ჩემს ფენტეზი თიმს და დაგემშვიდობებით ჩემი ფენტეზი თიმი როგორია. ესე იგი მყავს ტიბო კურტუა, ნუნო მენდეში, ვილჯი ვან დაიკი, გაბრიელ მაგალაესი და ვილიამ პაჩო. რაც შეეხება ნახევარდაცვას მოიზეს კაისედო, ლამინ იამალი, რაფინია და ბრუნო ფერნანდეში. თავდასხმევად ბაპე და კრისტიანო რონალდო. მეკანი მყავს შოტლანდიის მეორე მის შოტლანდიის კი არა. კურსაუს მეორე მეკარე თუ არ ვწდები. კურსაუს მეორე მეკარე. კურსაუს მეორე მეკარე მყავს. კურსაუს მეორე მეკარე მყავს. არონ ვამბისაკა მყავს, ენცო ფერნანდესი და იასინი. და ნუ მოკლედ ჰალანდი მყავს დამატებით პლეიერში და ერთი ტური შემიძლია დავიმატო მე-12 ფეხბურთელი. რაღაც ბუსტერი მაქვს რა და პირველ ტურში ვიყენებ ჰალანდს. აბა ნახვამდის ამით გემშვიდობები და აბა კარგად.